შენი საყვარელი performance enhancing drug რომელი არის, აი, სტეროიდი რა, მარტივად რო ვთქვათ. ვიდეო მაგ ლაშა ტალახაძესთანაც ვეჯიბრები დარტყმის ძალაში. დარტყმა რა ისთვის? იმა powerlifter-მა. ხო და მე გრეპლინგი რა იცის ახლა მაგდონელდზე დაუშვოთ. ჯუდოკან? შენ გჯერა რომ მომიგებ და მე მეორე შენ გჯერა რომ მე რომ შენ მომიგებ, ბევრი ხალხი გამიცნობს. ძალიან ბევრი ხალხი გამიცნობს. აი როგორი დელუზიური ხარ დაახლოებით? 27 მარტს ლუკა კვარაცხელია და ლაშა აირონ როინიშვილი ერთმანეთს გამას fight pitch-ში შეებრძოლებიან. გამოწვევა, რომელიც კვარაცხელიამ ჭავჭავაძესთან გამარჯვების შემდეგ დააფიქსირა, როინიშვილმა დაუფიქრებლად აიღო. კლასიკური ჯიუ-ჯიტსუსა და ძალაზე ორიენტირებული ჭიდაობის სტილისტიკურ დაპირისპირებამდე გრეპლერებმა პირისპირ გაისაუბრეს. როგორ მის მომზადება? გადასარევად, ეს ფორმაში ვარ. შენ როგორ ხარ? ჭიდაობს თუ ისე ფეხზე გიყვარს შუბი? ორივე, ახლა დავამატე პარტერი. ფიქრობ, კარგი გამოწვევა არის, ბევრმა მართლა არის ის რომ ჭიდაობ. საინტერესო გამოწვევა არის, აქტუალურ კარგ ფორმაში ვარ, ჩემს როგორც გიყურებ, ზონაში მომატებული გაქვს. სოციალურ ქსელებშიც აქტივობა გაქვს, კარგი. მანდ უფრო მომატებული. კარგი არის. მე მიწერენ რომ ვინ არის ეს ლაშაო, კიდე მის მეჩებში ჭიდაობო, როგორც წინაზეო, ჩვენ ვერ მოგვატყუებოდა. შენ მაინც უთხარი ვინ ახარ, რო გიჭიდავია ეგ მაინც გაგები. კი, ეგ გავამხელ, მე ვჭიდაობდი, ანუ 7 წელიწადზე მე ვჭიდაობდი სამბოს, გრეპლინგში მაქვს საერთაშორისო დონეზე. არ დავასახელებ ქვეყნებს მონაგები. გასაგები. მონაგები და უბრალოდ ხო ბოლო წლები გადავედი სტრაიკინგზე რა. ეგრე არის. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვაჩვენებ ჩემ ტექნიკას ჩვენს შერკინებაში. შენი არის აი რაში აქვს უპირატესობა ჩემთან. გვიჭიდავია ხა მე და შენ გიმნაზიაში, მახსოვს 3 წლის წინ ოღონდ. 2-3 კი 2-3 წლის წინ. შეიძლება გაიხსენო როგორი იყო მაშინ ჩვენ ჭიდაობა? კი, ანუ ვფიქრობ რომ საკმაოდ ტექნიკური ხარ, 3 წელიწადთან ისედაც პერიოდი არის, როდესაც შეუძლია ადამიანს რომ თვითცვლილებები გააკეთოს. რა ვიცი, ტექნიკური, მე უბრალოდ სტილი არ მომწონს, ანუ მე არასოდეს არ ვჭიდაობდი გადატრიალებული ფეხებით ზემოთ, ანუ ვფიქრობ რომ გრეპლინგი ის მიმართულებაა, რომელიც ორთაბრძოლებში უნდა გამოგადგეს, რაღაც რეალობასთან უნდა იყოს ახლოს, მაგიტომ პარტერში მიყვარს უბრალოდ დგომშიც მევასება ჭიდაობა და მე უკვე ზემოდან კონტროლი და მუშაობა. ეგეთი სტილი უფრო მომწონს. შენ გულისხმობ რომ ზუგზე რო წევა ეგ არ მოგწონს? ეგრევე დაждდომა რომ მომწონს. რაღაც პრაქტიკულობას უკარქავს გრეპლინგს, აი რაღაც რომ. ხა სპორტი ეგეთი არის, რომ შეიძლება აი გამოიყენო და მეც არ მიყვარს ხა ქვემოდან მე ვიწყებ, იმიტომ რომ ჯაჟგური მეზარება ფეხზე. ტეიქდაუნები ძალიან ბევრი ენერგიას მოითხოვს. მე რო მოგატრიალებ, მე ვეღარ ამობრუნდები, ეგ პრობლემა არ იქნება. ზემოდან უფრო მიყვარს მუშაობა მეც. ხო, მაგრამ აი ნახე, ეხლა შერეული ორთაბრძოლები არის, ეხლა და აი შერეული არის MMA, ჩვენ ვიყავთ მარტო გრეპლინგს. კი, მაგრამ უნდა იყოს შერეული არ იქნება. უნდა იყოს ახლოს პრაქტიკასთან, ახლოს ბრძოლასთან. რატო უნდა იყოს? აი ბავშვებთან ეხლა რო გავდივარ რაღაც ვასწავლი ჭიდაობას და ხო ეს ხო უნდა პრაქტიკაში ხო უნდა გამოადგეს ქუჩაში რომ დაიწყონ ჩხუბი და რა ვასწავლ ტრაგს დაჯექი და გადატრიალდით ხო? კაცო ქუჩაში თუ დამტირდა ჩხუბი, ვინც ჩხუბი არის ეს იმას კი წავაქცევს. მაგნაირად არ მიჭირს, რომ მეზარება დგომში. სულ მხიბლავ და იმ შემთხვევაშიც კი როდესაც უკეთესი მოჭიდავე იყო თავისუფალი სტილის, მე სულ მხიბლავ და დგომში დაწყევა, მე გადაყვან. ნუ ეგ ჩემი ის არის, ჩემი შეხედულება არის. მე არ უფრო ეგ არ არის ეგრე არის მხოლოდ სწორი თქო, მაგრამ ეგ უფრო სანახაობრივი არის. პრინციპში იმასაც გეტყვი რომ კრივის აზრზე არ ვიყავი და პროსტა იმიტომ დავიწყე რომ სანახაობრივი არის და დავიწყე შესწავლა. და მაგ მიმართულებით განვითარდა. მაშინ არც მუშტიკრივი არ არის, თლად ახლოს ცხოვრებასთან. როგორ არის? თუ მოკიდე ხელი წაგაქცეს, არა მე მუშტიკრივი. მუშტიკრივი ვფიქრობ ბევრად ახლოს არის ქუჩის შხუბთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა სპორტზე. ვაფშე ნებისმიერ. იმიტომ რომ იგივე კლინჩი არის, იგივე ბინძური ბრძოლა, დარტყმები და რა აბსოლუტურად ერთი არის. ეგ გააჩნია ხა ვინ ჩხუბობს ხა. თუ მე ქუჩაში ვიჩხუბობ, არ ვაპირებ კლინჩი მუშაობს. დავაქცევ და დავაჯდები თავზე. ო, მაგრამ უნდა წავიქციო. ქუჩაში რატო აკავშირებ რომ ქუჩასთან უნდა მივიდეს? აქცევას რა უნდა ვიღაცამ რო არის და მან აქცევას რა უნდა. ეხლა ბრძოლა არის ხო, გაინტერესებს ვინ არის უკეთესი.
ჭიდაობის სტილი. ამ სპორტში კი კაცო, მაგრამ ხა ქუჩაზე მიყავს, არ გამოგადგებაო და ქუჩაში წავაგდო ყველას, ხა ის თუ არ მეჭყობა ისლამ ახაჩევი მაინდა მაინც. ფიქრობ და მაგათმა ვინც იციან ჩხუბი, ეგენი არ ჩხუბენ ქუჩაში ეს. ბარცმენ მიჩხუბი არას. ანუ არ არის საჭირო ყველაფერი და ყველა არა, მაგრამ პრაქტიკისგან გამომდინარე საინტერესო არის უფრო თქო, სანახაობრივი უფრო. ეგ ჩემი შეხედულება არის. მე დროის საუკეთესო გრეპლერი რო ზუგიდან ჭიდაობს ვინ არის? გორდონ რაიანი. გორდონ რაიანი. სტილი არ მომწონს, საუკეთესო იყოს, მაგრამ სტილი არ მომწონს. აი, ბატონო. არა, მე მიჩემია ზემოდან ვიმუშაო. რო დაღაწყისი არ მომწონს, ჯაჟგურია ძალიან ბევრი ტეიქდაუნს, რომელიც არ ჭირდება არაფერი ჩემი აზრით. ხა ზემოდან რო ამოგატრიალებ, მე მიჩემია მანდ ვიყო და მანდ ვიქნები. კაცი, მაგრამ რა რო უიწყებში და მუღამი მაგრამ გადავიყვანო ადამიანებს თვითონ რო ჯდება ტრაგზე უკვე რაც ფიქრობ რა. უკეთესი კიდე. მუღამი აღარ გიქნება ესე მე დავждები ეგრევე. არა, უკეთესი არის. უკეთესი არის ალბათ. და როგორ იმზადებ? რა ილეთებს ამზადებ რა იმდეს თუ გაგვიხარ. ეხა მე გეტყვი რა ვაპირებ შენთან. იმიტომ რომ მე სულ მას ვაპირებ, ყველა მიცის და უთხარი წინადეს ავჭრევადეს. ხო. მოკლედ მე თუ ზემოდან აღმოჩნდი, ვინც არ უნდა იყოს, აი მაგ ძალიან ცოტა ხალხი არის, ვინც მაგას უძლებს. ხო. წონის დადება შემიძლია ისე და სულის კანცის გაძრობა, რომ ვიგზნობ უკვე რომ აი ვეღარ სუნთქავ, მე მივიდივარ საბმიშენს. თავიდან დაგჭყლიტავ, ეგ არის ჩემი გეგმა. რომ ვეღარ ისუნთქებ, მე ამ ფრის ან კუთხედან ალბათ რაღაც რაც მოვა იმდო. ან ჩემი საფირმო არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ როგორი? მაზოს მილკი. აჰა. ვეღარ სუნთქავს კაცი, ტრაკითაზე ხარ ფილტვზე, კერდი კიდევ ცხვირზე, სუნთქვა აღარ შეუძლია იბუდება. წონაში მაგმიზნით მოიმატე. სხვათა შორის ეხა მაინდა ექსაბიშენ უნდა გავაკეთო და მაგით ფორმატე მეთქი ეგრე არა, მაგრამ ამ წონას მაგრა უხდება ეს საბმიშენი. მე თუ მკითხავ ეს საბმიშენი ყველა წონას უხდება. უბრალოდ პატარებს არ მოწონთ ესეთი რაღაცეები. ჩემთვის ძალიან მაგარი საბმიშენია. საკმაოდ დიდი უპირატესობა უნდა ქონდეს ფიზიკური, ან უნდა დაღალო მოწინააღმდეგე რო დაახჩო. ხო, მაგიტომ ვიძახ თავიდან წონამა დაადო და რო ვიგზნობ, ეგ საბმიშენი მაშინ მოდის, როცა დაღლილია კაცი. 1-40 კილო რომ მოიმატო მაშინ. არა, ეგ ყველა სიძრაფეს კარგავ. ეგრევე დაადები. სიძრაფეს კარგავ მე უკვე და. მინახავს ხშირად აი მუცლით რო აწვევიან სახეზე და ვეღარ სუნთქავენ. აი ეგ უნდა გავაკეთო. მაგრამ ანხელა მუცელი არ გაგჭირდა. აი იმ ხელა რო შენ ცხვირს ეყოს, მაგრამ მუცელი მაგ. კარგი არის. და ზურგიდანაც ბევრი რაღაცა, ხა ფეხებზე გახსოვს ალბათ. გამიკეთებია შენთვისაც. ფეხებზე არ მახსოვს. არ გახსოვს. სულ რაღაცები ტვინა ვარდება ხო ის? არ მახსოვს. ზოგჯერ ხდება რომ ტვინი რო იპოვოს რაღაც გამოსავალი თვითონ ქმნის რაღაც ილუზიებს. არ ამგონი ფეხებზე. მე მინდა კითხო. შენი საყვარელი performance enhancing drug რომელი არის აი? სტეროიდი რა მარტივად რო ვთქვათ. სტეროიდი. მოგიტანეთ ან შენ გიყვარს ესენი ეს რო ვიგზნო რო ფორმაში ხარ ჩემთან მაინც კრები დაიწყე ხა და ეს ვიცი დაგეხმარება. თორემ გითხრა 17 წლიდან მეკითხებიან რა სტეროიდებს ვიღებ და ძალიან ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ის არის რა კომპლიმენტი არის რა. ეს საკმაოდ საინტერესო არის, საკმაოდ კარგია. ანუ არ მიგიღი არაფერი. არ სუბტავარ აბსოლუტურად. საერთოდ. არ დისჰორმონი, არ ტრენი, არ ტურინაბოლი, მეთანი. კიდე ჩამონადო. არაფერი. საკმაოდ კარგად ფლობ ამ ფარმაკოლოგიურ მიმართულებას. თეორიულად მივესმის კარგად. თეორიულად. კარგია. ვფიქრობ ამ სპორტში, თუნდაც გრეპლინგში ეგ აბსოლუტურად არ არის გადამწყვეტი. აბსოლუტურად არ არის. გააჩნია რა დონეზე. რა დონეზე? ანუ ეგ ხო არ ნიშნავს რომ უკვე თავს იმართლებ რა თქმა. არა, მე იმას გეუბნები შენ არ გიჩველი ჩემთან, მაგრამ ხა ეგ თუ ვინა რომ თუ მომინდება რომ იმას მოუგო რა ქვია ნიკ როდრიგეს მე დაიჭირდება უეჭველი. არა, ეს არის ზოგჯერ რაღაც ფსიქოლოგიურად რომ გამხნეო შენი თავი წაგების შემდეგ რაღაც გამოსავალს ეძებ ხო? და მე რა გამოსავალი მოძებნე ხა? აი დაუჯდა რაღაცებს იღებს და მაგითო მომიგო ხო? არა, მე მაინტერესებს რომელია შენი საყვარელი რომ იქნება კაია და ამეხმაროს რაღაცა. აბსოლუტურად არ. არაფერი არ მიიღია. აბსოლუტურად. ვინ მეგჯერათ ხა? აბსოლუტურად. მეუბნებოდი რომ არ ხიყარით. რატო არ აღიარებთ ხოლმე ეგ მაინტერესებს? არც ერთი ვინც იღებს. იმიტომ რომ არის დაუშვათ ორგანიზაციები, სადაც ვიღებდი მონაწილეობას, სადაც ვაბარებ დოპინგ ტესტს. იცი რამდენი ხერხი არსებობს, რაღაც რო დალიო და მე აღარა მოვაგდოს? შენ იმდენად კარგად ერკვევი, პრინციპში შეგვიძლია ჩაობაროთ ანალიზები. ჩაობაროთ ბრძოლის შემდეგ და მე მეგობარი მყავს ბევრი ხა ჯიუ-ჯიტსუში იცი რომ არ არის
მოსული თემა ვისაც უნდა იკეთებს და მაგას ადგილი აქვს ნებისმიერ პროფესიონალურ სპორტში, მაგრამ გადამწყვეტი ნაკლად არის ეს სპორტი, რომელიც აბსოლუტურად დამოკიდებული არის. პავერლიფტინგი, ბოდიბილდინგი, მაგრამ არის სადაც ნაკლებად გადამწყვეტია. თუმცა ცოდნა აუცილებლად უნდა გქონდეს სპორტზე. მე ძალიან კარგი ცოდნა ფარმაკოლოგიაშიც, დანამატებშიც, კაპელნიცებში, აბსოლუტურად კარგი ცოდნა აქვს, მაგრამ გეტყვი რომ კონკრეტულად გრეპლინგში, MMA-ში ვერ ვხედავ რომ ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იყო. არ მოგწ არაფერი ეგ ხო შენ? მე მომხრე არ ვარ სტეროიდებზე რეკლამის გაკეთება. გასაგებია ბატონო. მაგრამ ვფიქრობ რომ საკმაოდ ფსიქოლოგიურად კარგად ემზადები. თუმცა გეტყვი რომ ბევრი იმის შემდეგ რომ მოგიგებ, ბევრი გაგიცნობს, ბევრი მოგწერს რომ დიდი გამოცდილება აქვს უფრო მძიმე იყო და თავისთავად მიზეზიც გექნება რომ თქვა რატომ მოხდა ეს. ანუ ერთი შენ გჯერა რომ მომიგებ და მეორე შენ გჯერა რომ მე რომ შენ მომიგებ, ბევრი ხალხი გამიცნობს. ძალიან ბევრი ხალხი გამიცნობს. როგორი დელუზიური ხარ დაახლოებით? როგორიც აი ხალხს რო აუხსნათ აირონ ლაშამ ერთხელ გამოიწვია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. აი დაახლოებით ეგეთი დელუზიური ხარ ეხაც. ყველაშორის გეტყვი რომ ჩემ კლუბში მოვა უახლოეს ერთი თვე ბექაური და ვიჯიდაებ. მანახი ეხვეწები რა. აუცილებლად დავდებ მაგვინდა. ანუ ჯერ რა გეგონა რომ სადმე შეგხვდებოდა ესე. იმიტომ რომ ვიცნობ. არა დარბაზში ეხა შეიძლება იჭიდაოს მაკასურად, მაგრამ აი შეჯიბრზე რომ ბექაური და გაშუქდება და შეჯიბრზე ძალიან მაგარი იდეა მქონდა, ვფიქრობ გავაკეთებ მაგას კიდევაც, იმიტომ რომ მე ჩემ დარბაზში მაქვს ჯუდოს მიმართულება და ვინ ასწავლის? არა შენ ხო არ ასწავლე? არა, მე ჯუდოს არ ვასწავლე. ვერ ავიღებ ჩემ თავს და პროფესიონალი მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი და რომელიც ჩვენ ვატარებთ სემინარებს, ლაშაც მოვა და ლაშა საინტერესო შეიძლება იყოს რომ პოპულარიზაცია გაუწიოს იგივე გრეპლინგს, ამიტომ გრეპლინგისთვის ეს არის კარგი. არა, კი, მაგრამ ანუ შენ უნდა ეჭიდაო ბექაურს გრეპლინგში? მე მინდა. რა გინდა? მაგრამ ვეცდები რომ გავაკეთოთ ესეთი შეხვედრა თქო, აგეთი. ანუ ეხლა გძერა რომ ბექაური გეჭიდავებთ. და ლევას საგინაშვილს ხო ვეჭიდავებ? კარგი ნახავს ეს ვიდეო. აი მე კარგად უნდა ადევნა. საგინაშვილთან კლავჭიდელი, ამან იცის პარტნიორი. აგაქცევს, აგიჭერს. რითი ნაკლები ვარსკვლავი არის. ანუ ესე დონეც რო არის. მაგრამ მე არის. საინტერესო არის. ნაკლებად ვარსკვლავი არის, აქედან დავიწყო. ხო ისთვის როგორ? არის. მეორე მხრივ კიდე ის საერთო სხვა სპორტი არის და ამან იცის, აგაქცევს. კარგი, აკონტროლებს, გაგუდავს. კარგი, მაშინ ვიდეო მაქვს ლაშა ტალახაძესთანაც ვეჯიბრები დარტყმის ზალაში. ხო ხდება. დარტყმა რა იცის? იმა პაუერლიფტერმა. ხო და მე გრეპლინგი რა იცის, ახლა მაგდონეზე დავუშვათ. ჯუდოკამ? ხო. იცის კონტროლი, მაგრამ გრეპლინგი ძალიან ღრმად არ იცის ახლა. მაგრამ მაიციან არმბარი და კიმანოში იციან, კი დახშობა შეუძლიათ და არმბარი მეტი რა იციან, კაი დავუშვათ. ეხლა ჯუდოკებმა ძალიან ბევრი რაღაც იციან. მე რომ ვაფშე სხვა სპორტი არ არის, მაგრამ აი 30% მაღალ დონეზე მაგრად იცის. ახლა მე რომ დგომში დავუწყებ კიმანოში იმას თქო. მაღალ დონეზე მაგრად იციან და ბექაურმა არ იცის? მე არ მგონია რომ გრეპლინგში პარტერში იყოს რაღაც ფენომენალური, ხვდები? შენ რო გეყოფა, უნდა იყოს მაგდენი. შენ რაიც მე რა მეყოფა. ბექაური უნდა გეყოს. და ეგრეც არ ფიქრობ შენ მაგა? ინტერესი მაქვს. არა, ფიქრობ არა. ეგ მომწონს ერთი რომ იმენა უნდა გამოცადო თავი. ეხლა ერთი გამაკალათბურთი არ მისწიაო და უნდა გამოცადო თავი რა. რატო უნდა გქონდეს შიში? ეხლა რა რეალურის არის, იმას ვაკეთებ ხოლმე რა. ეხლა ის არ გამომიწვევია. მაგას აჩვენებს შერკინება აჩვენებს რა. რითი არის ნაკლები გამოწვევა ხო მუშტიკებში ჩხუბია. არაფერ არ არის. აი, კაია. ვფიქრობ ეგეთი მიდგომით უნდა იყოს. მაგრამ მე აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები. ბევრი გადაობს ეგრე, მაგრამ მე ხო ვაკეთებ, ხო ფაქტი არის და ვიდეოსაც დავდებ. მაგრამ ჩვენ იმას დაუბრუნდა შერკინებას და ბექაურს და იმას რომ არა, ის მოყოლე იმას რომ ბევრი ხალხი გამიცნობს. კი, როგორ არის? მე 3 თვე არხი მაქვს TikTok-ზე. და 8 მილიონი ნახვა მაქვს. 3 თვეში. შენ გონია მეტი ხალხი შენ გისმობს ვიდრე მე ხა? ვფიქრობ კი.
მაქსიმუმ რუსეთში და იქ რა ირლანდიაში. არა, საქართველოში. დღე არ გადის რომ ვიღაც არ მოვიდა სურათი არ გადაიღოს. მეც ეგრე ვარ. TikTok-ზე 8 მილიონი ნახო არ არის ცუდი, მაგრამ TikTok-ი ცოტა სხვა ფორმა. TikTok-ზე ხა აი ცნობადობას თუ გულისხმობ, გოგონები როდებენ თავის ტრაკის სურათს, იმაზე 10 მილიონი ნახო აქ. ანუ ცოტა სხვა ფორმატი არის. სხვა ტრაკის სურათს რა გავიხილავ TikTok-ია რო სკროლავ თემა, ესე სკროლავ, აი რაღაც რაღაც სტრაფი ფორმატის თემა არის. მე ვფიქრობ, რომ უფრო არა ხალხს არ უნდა, მე ვფიქრობ ფორმატი რო ჩამოაყალიბოს შენ, უნდა იყო რაღაც პროექტებში, უფრო რაღაც შეიძლება YouTube-ის და ამათო ის რაღაც ეგრე ვფიქრობ განვითარდება. კი, რატომ? მადლობა. მე არა ვფიქრობ ამ მიმართულებითაც განვითარდება, მაგრამ აუდიტორიის მხრივ ძალიან დიდი აუდიტორია მყავს. აი მე მაგალითად ყოველ დღე მეკითხებიან ჩემთან არხზე, რომ ვინ არის ეს კაცი, რატო ეჭიდავები ამას, ახალი მისმეჩი მოიგონა, ჩვენ კი ვიცით რომ მარტივებს უნდა მოუგო და რატო გვაჯერებთ ყუილებს. ეგ არა, ეს არა, მე რომ ალბათ არის ეგეთი კატეგორია. და გრეპლინგში მართლა არ გამოვსულო რა, ამ მართულებით არ ჩანვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვაჩვენებ, ნუ არ რას ვაკეთებ. ნუ ანუ პირიქით არის, მე რომ მოგიგებ, მე გაგიხსნას ბევრი ხალხი. რა როგორ გითხრა ეხლა, ხვდები. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავი. უნდა სად ვარჯიშობ? რეპოსტრიჩი. რეპოსტრიჩი რაღაც ახალი ის არის, ხო? გახსნილი ახალია, მაგრამ წვნელი ის ნიკოლას დანიელსი. კი, როგორ? ეგ არის თავმჯდომარე. და ნიკა ვეკოა და გაბრიელ ბარამია. და რა რჩევი მოგცეს, ცოტა დაიღლება და მე რაღაც გავუკეთე ილეთე. მე რასაც ვაკეთებ, ის უნდა გავაკეთო რა. ჩემი სტილი ისეთია ყველაზე მოქმედებს, ამ ხელა როგორიც არ უნდა იყოს რა. მე ვაწევარ. ხო. სუნთქავს ჩემ წონას. მე რომ ვეღარ სუნთქავს და მე რა ვუდავ. რამშობა წვინი ის. მე კარგი დუშის გელი გაგე ხა შენ თუ აპირებ რომ ყველა იმენა გაგუდო იმ ჩახუტებით რა ვიცი. გაგუდო რა, ვეღარ უნდა ისუნთქო და მე რა ვიპოვი რაღაცას რა. ხო ის დაღილი კაცის დასაბმითება მარტივია უკვე. შენ რაიც რომ უფრო ადრე შენ არ დაიღლებ. იმიტომ რომ მე რაცა ვჭიდაო, ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე. პირიქით ხდება. გამოსტილებდნენ, შეაჭიდაო არ ვიცი. საჭიდაო ხე. ჩემთან ფოლკს აკადემიაში მან ვემზადები. ზედათ ახლა თავისთავად მუსტიკრივში ჩართული ვიყავი და MMA-ში, მაგრამ ეს ელემენტები უბრალოდ აქტიურად სულ არ ფორმაში, მაგრამ რაღაც მართულებას აი MMA-ში ვაპირებ გასვლას, კორექტირებს ვაკეთებ მუსტიკრივში, იგივე კორექტირებს ვაკეთებ ახლა გრეპლინგში და კარგი გამოცდილება იქნა, მაგრამ წარმომატებული ხარ ფიზიკურად, გეტყობა რომ გიყვარს გიმრიელად ჭამა, ხო? კი ბატონო. დაჟე ხა ისიც დავიწყე power lifting-ი შენ ნახე 2-3 თვეში. შენი რამდენს ჯდები კარგი არა. ჩაჯდომები, ბიჭო, აროჯე 1-3 წელი არ მივლია, ეხლა მივედი და 100 ჩაუჯექი აჯერ. აუ, ეხლა ეს გაციებული ვიყავი და 100 ჩაუჯექი აჯერ 3 წელი არ მივლა. 100 არ არის ბევრი. 3 წელი არ მივლია მეც. მე რატო არ გივლა საკეთებ 3 წელი. არ მიყვარს ამ ეზარება რა. 100 არა. მოსაბეზრებელი არის ძალიან. 260 ჯდები 20. არ გიშველის რა. რა მიშველა. უნდა შევადაროთ რაღაც ისინი. არ მიყვარს მოსაბეზრებელია ძალიან. აი ეს რა. არა, ეგრე მეწარო, არა ფიზიკურად ჩაჯდომებს ვაკეთებ, დედლებს ვაკეთებ. ეს არის რა, უფრო საინტერესო. კაი, მოკლედ მომწონს რომ ეხლა გონია რომ ბევრი ხალხს გაასწრო ჩემ თავს. ფიქრობ აუდიტორია, ჩემი აუდიტორია შენ გაგიცნობს, ჩემი აუდიტორია მე გამიცნობს. ნახოთ როგორი გეგმა გექნება, მე ჩემი გეგმა მოკამბრძოლაზე. კი. მე როგორც გირჩია, აუცილებლად პროლაქტინზე ჩააბარე. თუ მკერდიდან ახლა დიდკაც მოდის რძე, მაშინ აუცილებლად ჰორმონებზე უნდა ჩააბარო. არ ნებო შენ მაგაზე, შენ იგემებ მაგგებოს აუცილებლად. და როგორც გითხარით ის ნაწარმი ამოღებული მაქვს დიეტიდან. წარმატებებს გისურვებ და ტრავმის გარეშე. აგო